როდესაც მეუბნებიან და ამას საკმაოდ ხშირად აკეთებენ, მათ შორის დღესაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან გითხრეს, რომ ამერიკამ უკრაინას $100 მილიარდი დახმარება გაუწია. უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, საუბარია $177 მილიარდ. ეს არის ის ზუსტი რიცხვი, რომელზეც კონგრესი შეთანხმდა. როგორც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ჩვენ $75 მილიარდ ოდნავ მეტი მივიღეთ. ანუ ის დარჩენილი $100 მილიარდი 177-დან თუ 200-დან ჩვენ არასდროს მიგვიღია. ეს მნიშვნელოვანია ყველა მიცოდეს, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ საკმაოდ კონკრეტულ თემაზე. ჩვენ ეს თანხა პირდაპირ არ მიგვიღია, არამედ ვიღებდით შეიარაღების სახით. ჩვენ მივიღეთ $70 მილიარდი შეიარაღება. დამატებითი ხარჯები მოიცავდა წვრთნებს, ტრანსპორტირებას და კიდევ ბევრ სხვა რამეს, მაგალითად სოციალურ და ჰუმანიტარულ დახმარებებს. მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ უკრაინამ ომის დროს $200 მილიარდი მიიღო მისი თავდაცვითი ძალებისთვის, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე წარმოდგენა არ მაქვს, სად არის დანარჩენი ფული. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.